ჩინეთის დომინაცია იშვიათი მიწა ელემენტების წარმოებაში უფრო სტრატეგიულია, ვიდრე ეკონომიკური. მიუხედავად მათი მსოფლიო საჭიროებისა, იშვიათი მეტალებით ვაჭრობა არც ისე მომგებიანია. მაგალითად, შეერთებული შტატები ყოველწლიურად ავოკადოს იმპორტზე 20-ჯერ მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე იშვიათ მეტალებზე. თუმცა განსხვავება ისაა, რომ ავოკადოს მიწოდების შეწყვეტით ამერიკას შიმშილი არ დაემუქრება, იშვიათი მეტალები კი ღრმად არის ჩართული მაღალ ტექნოლოგიური ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვში, რაზეც თანამედროვე სამყარო დგას. ჩინეთს კი შეუძლია ამ გლობალური ჯაჭვის პარალიზება და ეს არ არის მხოლოდ შიში, ამის მაგალითები უკვე არსებობს. 2010 წელს ჩინური სათევზაო გემი იაპონიის სანაპირო დაცვის ხომალდებს შეეჯახა სენკაკუს კუნძულების მახლობლად, რაც ჩინეთ-იაპონიას შორის სადაო ტერიტორიაა. იაპონიამ დააკავა გემის კაპიტანი, რაც ჩინეთმა საკუთარ სუვერენიტეტზე თავდასხმად მიიჩნია და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ეს დაპირისპირება გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიზისად ტოკიოსა და პეკინს შორის ბოლო ათწლეულებში. ჩინეთმა შეწყვიტა მაღალი დონის ურთიერთობები, გააუქმა ოფიციალური ვიზიტები და შეაჩერა იშვიათი მიწის ელემენტების ექსპორტი იაპონიაში. დე-ფაქტო ემბარგომ იშვიათი მიწის ელემენტებზე შექმნა პანიკა იაპონურ წარმოებაში, განსაკუთრებით ავტომობილების ინდუსტრიაში. იმ დროს იაპონია კრიტიკული ნედლეულის თითქმის 90%-ს ჩინეთიდან იღებდა. კრიზისი საბოლოოდ დასრულდა ჩინური სათევზაო გემის კაპიტნის გათავისუფლებით, თუმცა ინციდენტის მომდევნო წელს იშვიათი მიწის ელემენტების ფასები გაათმაგდა. 2012 წელს შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და ევროკავშირმა ჩინეთის მიერ მიწის ელემენტების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაასაჩივრეს. მათი გადმოსახედიდან ჩინეთი არღვევდა ვაჭრობის წესებს და იშვიათი მიწის ელემენტებზე ექსპორტზე დაწესებული კვოტებით ხელოვნურად ზრდიდა ბაზარზე ფასებს. 2014 წელს საჩივარი ჩინეთისათვის გამამტყუნებელი გადაწყვეტილებით დასრულდა და პეკინი დათანხმდა საექსპორტო კვოტების მოხსნას. იაპონიამ ამ გამოსილებიდან ისწავლა და ინციდენტიდან ერთ თვეში მთავრობამ შეიმუშავა 5-პუნქტიანი რეფორმა იშვიათი მეტალების მარაგის ჯაჭვის გასაძლიერებლად, რომლისთვისაც 100 მილიარდი იენი გამოყო, რაც მაშინდელი კურსით 1,2 მილიარდი დოლარია. ამ ნაბიჯების შემდეგ კი იაპონიის დამოუკიდებლობა ჩინურ ნედლეულზე 90%-დან 60%-მდე შემცირდა. იაპონური ავტომწარმოებლები კი, როგორიცაა Toyota და Honda, ნელ-ნელა ქმნიან ძრავებს, რომელთაც ნაკლებად სჭირდებათ იშვიათი მეტალების მაგნიტები.